მოსამებელი გაქვს და ეცადე რომ კარგად დაწერო, იფიქრე, დაფიქრდე და ისე კარგი. წარმატებული ქალების როლი დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, იყო კარგი შემდგარი ქალბატონი შენს პროფესიაში დამოუკიდებლად იყო კარგი დედა, არ არის ადვილი, ნამდვილად არ არის მარტივი, ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს, როგორც ფიზიკურს, ასევე გონებრივს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არც შეუძლებელი არ არის თუ სწორად განსაზღვრა პრიორიტეტებს, სწორად გადაანაწილებ დროს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია. ჩემს მაგალითზე მე მუშაობ სამსაჯარო სკოლაში. ამის გარდა ზაფხულში თანამშრომლობ რამოდენიმე ტურისტულ სააგენტოსთან და შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულით საკმაოდ ადვილი მაქვს. ხშირად მიწევს ბავშვების გარეშე და ოჯახის გარეშე ყოფნა, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებ იმ ბალანსის დაცვას, შევინარჩუნო ვიყო განვითარებული ჩემს პროფესიაშიც და ვიყო კარგი დედაც. მე მგონი გამომდის კარგი დედობა, ჩემს შვილებს უნდა კითხოთ, ისინი უფრო გეტყვიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემგან ამის მზაობა და სურვილი ნამდვილად არის. რაც შეეხება ჩემს მთავარ პრინციპს, როგორც დედა, როგორც მასწავლებელი, განათლებისადმი ფაქტობრივად ერთი და იგივეა. ვცდილობ ყველა ბავშვს მივუდგე ინდივიდუალურად, მე 4 შვილი მყავს და 4-ვე სხვადასხვა ინტერესები სხვადასხვა სურვილები აქვს და ვცდილობ მოვერგო მათ ინტერესებს, ასევე როგორც მასწავლებელი ვცდილობ გავიგო ყველა ბავშვის საჭიროება, ყველა ბავშვის ინტერესი და რაღაცნაირად ვცდილობ ვიყო მეგობრული როგორც დედაც და როგორც მასწავლებელი. არ უწესებ რაღაც ჩარჩოებს და ზღვრებს, ვფიქრობ ეს მეტად ანიჭებს მათ თავისუფლებას, თუმცა ეს ყველაფერი მათ სწავლის ხარისხზე ცუდად ნამდვილად არ აისახება. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როგორ ვახერხებ ბალანსის დაცვას ჩემს პროფესიას და დედობას შორის. როგორც უკვე გითხარით, ეს არ არის მარტივი, საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელია ეს გააკეთო, თუ კი სწორად დასახავ მიზნებს და განსაზღვრო პრიორიტეტებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხარდაჭერა. მეუღლე მეხმარება ყველაფერში, რაც ბავშვებთან არის დაკავშირებული. ასევე მამასთან მიწევს რაღაც გარკვეული პერიოდის ცხოვრება. მეუღლის მამაც შეძლებს საკვირად ჩართულია და აი ესე ერთობლივად ვახერხებთ რაღაცნაირად იმას, რომ ვიყო წარმატებული ჩემს პროფესიაში და ასევე ვიყო წარმატებული როგორც დედა. საღამოც ასეთი ხალისიანი გვაქვს შეიძლება ითქვას, როდესაც ყველა ბრუნდება სახლში, საკმაოდ ხმაურიანი გარემოა ჩვენთან და რაც მთავარია, როდესაც ბავშვები მოდიან სახლში, ვცდილობ, რომ მთელი ჩემი დრო მათ ეკუთვნოდეთ, მათ დავუთმო ჩემი დრო და როგორც მშობელი, როგორც მასწავლებელი, მთავარი პრინციპი ვფიქრობ არის ის, რომ დრო რომელსაც გავატარებ მოსწავლეებთან და ბავშვებთან, ჩემს შვილებთან იყოს ხარისხიანი.